Грузин, значит, ты говоришь. Знаешь, как отличается грузин от русского? Ты всегда грузин под нами, а мы над тобой. От тебя должно остаться лишь хачапури и харчо. Ты обслуживающий персонал. Запомни, грузинчик. Სანამ ჩემო კარგო ქართველებო გამლანძღავდეთ, აი ესე თვლის რუსეთის უმრავლესობა. ესე გწლიან ჩვენ, სომხეთი და აზერბაიჯანიც კი მიხვდნენ, რომ უნდა გაერიდონ და ამერიკელებთან ერთად გარეგება დადეს. წარმოიდგინეთ 40 წელზე მეტია ერთმანეთს ეომებიან და მიხვდნენ, რომ რუსეთს უნდა გაექცნენ და მხოლოდ ჩვენი უარგისი მთავრობა დგება ამათ ხარეს. ამათ უჭერს ხარს. ეს არის ვებერთელა პრობლემა. აი ეს უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა ქართველმა, თითოეულმა იმ უნამუსო ქოცმა მთავრობაში მყოფმა მერად დანიშნულმა თუ რომელიც ინიშნება მერად, რას ნიშნავს დღეს იყო ქოცი. სამარცხვინოა დღეს ამდენი ადამიანი, რომ ებრძვის კეთილსინდისიერ ქართველებს. ქალები მუშაობენ ჩვენ სამშობლოში და ქალები იქცნენ კაცებად ისეთ რეალობებში მიგვიყვანეს. აი ეს არის სამარცხვინო, აი ეს არის ის რეალობა, სადაც ცხოვრობს საქართველო. გადახედეთ თქვენ თავებს, რამდენს აკყავს მშობელი წასული უცხოეთში, რამდენს აკყავს დედ-მამა წასულები უცხოეთში და ფულს რამდენი შოულობს. რამდენი ქალი არის იძულები წასული საკუთარი სამშობლოდან იმის გამო, რომ არჩინოს შვილის უკეთესი მომავალი საქართველოში. როდესაც თავისი შვილი ნარკომანიას მიმართავს, როდესაც თავისი შვილი გაუნათლებლობას მიმართავს, ირჩევს უაზრო მთავრობას. როცა საკუთარი მშობელი გახიზნული ყავს სამშობლოდან და გვიდგება არჩევანი იმის წინაშე, რომ თითქოს და თვალად უღებულებმა უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყნად. არ უნდა გავხედოთ იმ რეალობებს, რა რეალობებში ცხოვრობთ. სამარცხვინო არის ქართველებო, როდესაც არ გინდათ დანახვა იმისა, თუ რა გვჭირს და რა გვემართება. ქართველი ადამიანი ყველაზე მაგარი არის, ყველაზე პრინციპული ადამიანი არის, ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მაგრამ თუ გამყიდველი ერთხელ გახდი, სულ გამყიდველი იქნები. ბოდიში და ტრაკის მიმცემი ყოველთვის ტრაკის მიმცემი იქნება. უკან დამხევი ყოველთვის უკან დაიხევს. მხოლოდ ქართველ შეუძლია იბრძოლოს ბოლომდე და არ გაჩერდეს. დიდება საქართველოს, დიდება ქართველ გმირებს. მალე საქართველო გაბწყინდება და ქართველი ერი მალე მყარედ და ძლიერად, კიციერად დადგება ფეხზე. უსინდისოები და გარეწარები საქართველოს მოცილდებიან. იწამეთ თქვენი თავების. გენაცვალეთ, სულ ყველას ოჯახებს ვენაცვალე, სულ ყველა ქართულ ოჯახს ვენაცვალე. და იმ ჩათლახების დედაცვატირე, რომლებიც აი ლევი კომენტარებს რო წერთ და გადახტილები ხარ, თქვენი დედის ერთიც მოკითხვა ყოფილიყოს რა.